მმართველობის არჩევნები ეუთო ოდირის დაკვირვების გარეშე ჩაივლის 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე საერთაშორისო ორგანიზაცია ფორმულას უდასტურებს, რომ ვადა, რომელიც მას არჩევნებზე დაკვირვებისთვის მოსამზადებლად სჭირდებოდა, უკვე ამოიწურა. ოცნებამ კი მათ მოსაწვევი არ გაუგზავნა. ივანიშვილის პარტიის პოზიცია არც ბრიტანეთის საელჩოს მოწოდებამ შეცვალა. შედეგად ისტორიაში პირველად მუნიციპალური არჩევნების საერთაშორისო ზედამხედველობის გარეშე ჩატარდება. სალომე ლაბაძე მუშაობს თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. სალომე, გისმენთ. თუ დასჭირდება და ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ 4 ოქტომბრის პროცესიც გააყალბოს, ყველა იმ მანიპულაციის აღმოჩენა, რომლებსაც შესაძლოა მიმართოს ივანიშვილის პარტიამ, და შეიძლება იგულისხმებოდეს მაგალითად ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა უბნებზე, ასევე ამორჩევლის მოსყიდვა თუ დაშინება, მთლიანად დამოკიდებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი დამკვირვებლების ძალისხმევაზე, რადგან პასუხით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულა მივიღეთ ეუთო ოდირისგან, უკვე საბოლოოდ დადასტურდა, რომ ამ პროცესის მონაწილეები საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ იქნებიან. რომ ქართული ოცნება არ მოიწევდა ეუთო ოდირის დამკვირვებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ გაჩნდა, მაშინ როცა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ივანიშვილის პარტიას საჯაროდ ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა. საფასუხოდ კი ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შანტაჟის რიტორიკას მიმართეს. შანტაჟის ადრესატი ამ შემთხვევაში ევროკავშირი იყო. ქართული ოცნების წარმომადგენლები ითხოვდნენ ევროპული სტრუქტურებისგან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა ეუთო ოდირის ავტორობით, რომელიც შეფასებულია უპრეცედენტოდ კრიტიკულ დასკვნად, საერთაშორისო საზოგადოებას პოზიტიურ შეფასებად გაესაღებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოცნების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ვერ დაინახავდნენ ეუთო ოდირის დამკვირვებლების ადგილს ვერც 4 ოქტომბრის საარჩევნო პროცესში. საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ ორ თვეზე ნაკლები რჩება ახლა 4 ოქტომბრამდე და ამ დრომდე ქართულ ოცნებას ეუთო ოდირისთვის შესაბამისი მოსაწვევი გაგზავნილი არ აქვს. პასუხში კი, რომელიც მივიღეთ ოდირისგან ტელეკომპანია ფორმულამ, წერია, რომ დარჩენილ დროში უკვე ამ ორგანიზაციისთვის აღარც არის საკმარისი დარჩენილი დრო აღარც არის საკმარისი უკვე ამ ორგანიზაციისთვის, რომ მათ შეძლონ მომზადება ყოვლის მომცველი და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. თუმცა ამავე პასუხში აღნიშნულია ისიც, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ამ დროის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ოდირი მაინც დააკვირდება. ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით ეუთო ოდირს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლის მომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება. როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ჩვენი მანდატით განსაზღვრულ ყველა სფეროში. ის რომ 4 ოქტომბრის პროცესი ჩაივლის ეუთო ოდირის დამკვირვებლების გარეშე, რაც უპრეცედენტოა და უნდა აღნიშნოთ, რომ ამ დრომდე საქართველოს ჩატარებული თითქმის ყველა მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობდა სწორედ ამ ორგანიზაციის დამკვირვებლების მეთვალყურეობით. ეს იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ არჩევნებში და მეტიც ამ არჩევნებს აფასებენ რუსულ სპეცოპერაციად, არის სწორედ ამ პოზიციის გამომყარებელი კიდევ ერთი არგუმენტი და იმის ნიშანი, რომ ქართული ოცნება 4 ოქტომბერს აპირებს არა არჩევნების გამართვას, არამედ საკუთარი ლეგიტიმაციისთვის საჭირო პროცედურის ჩატარებას, რაშიც ამ პარტიების მტკიცებით ქართულ ოცნებას ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფიც მიეხმარება ამ პროცესში ჩართვით. ამ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კი პირველ რიგში ეს ოპოზიციური პარტიები გულისხმობენ ლეოსა და გახარიას, რომელთათვისაც როგორც ირკვევა, ის რომ ეუთო ოდირი არ იქნება არჩევნების დამკვირვებელი, არაფერს ცulis და ისინი მაინც აპირებენ, რომ 4 ოქტომბერს გასამართ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა და როგორც აღნიშნავენ, იმ დანაკლისის დაბალანსებას, რომელსაც გამოიწვევს ამ პროცესში ეუთო ოდირის დამკვირვებლების არ ყოფნა, ისინი გეგმავენ აქტიური კომუნიკაციით, კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციით სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ასევე ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენ პირველი დღიდან ვიცოდით, რა ბრძოლაში შევიდოდით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმის, რომ პირველ რიგში ქართული ოცნების ამორჩევები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ქართული ოცნებისგან მართლა რაღაცას ელოდა, აი ეს ამ ხალხს იმედი არ გაუწროთ ჩვენ, სხვა პარტიის წარმომადგენლება და ეხლა ეუთო ოდირსაც შეეხება, გამოვნახავთ ჩვენ გზებს და ძალებს, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი დავაბალანსოთ და ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ასევე ჩვენ სტრატეგიულ მეგობრებთან, ევროკავშირში და სხვაგანაც და
ჩვენს და ლელოს მემორანდუმის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალებით მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა. არსებობს ორი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება დააკვირდეს არჩევნებს. ერთი გულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს. ერთი ეს არის EUTODIR, მეორე ეს არის ევროსაბჭოს სპეციალური ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის სადამკვირვებლო მისია. არც ერთი, არც მეორე ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, რომელიც სინამდვილეში არჩევნები არ არის და არის რუსული სპეცოპერაცია, გულისხმობ 4 ოქტომბერს გასამართლებას გაუგებარ პროცედურას არ იქნება წარმოდგენილი. ანუ ეს პროცესი არის მთლიანად საერთაშორისო დაკვირვების მიღმა დარჩენილი, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა, კვლევების მიხედვით თუ დავითვლით 80%-ზე მეტი არ იღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში. ამიტომ ივანიშვილისთვის შეუძლებელი ამოცანაა, რომ ვინმე ამ ქვეყნის შიგნით, ამ ქვეყნის გარეთ ეს ვითომ არჩევნები მიყიდოს ლეგიტიმურ პროცესად. ამიტომ არ იწვევენ საერთაშორისო პარტნიორებს. თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი და უკვე დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ არჩევნებს არ დააკვირდება EUTODIR-ის არც ერთი წარმომადგენელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი манипуляცია, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში გამოიყენოს ივანიშვილის პარტიამ, იქნება მათი გამოვლენა, ამ манипуляციების გამოვლენა მთლიანად დამოკიდებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი დამკვირვებლების ძალისხმევაზე.